ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე, ეს რაღაცას შევიკედელავდი. ეს მოთხოვნილება რომ რაღაცები მეკეთებინა, სულ მქონდა. მე აღმოჩნდა ისე რომ აღმოჩნდა ჯარში, ჯერ რეზერვში ვიყავი, მე საკონტრაქტო სამსახურზე შევედგარ ომის ვეტერანი 2008 წლის. და იმ პერიოდში საერთოდ გაჩერებული ვიყავი, მაგრამ მე ისე მოხდა რომ ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე მომიწია სახში დაჯდომა. ეს ჩემი შიმშილი ხელოვნების მიმართ აქ დავიწყე უკვე გავაცოცხლე ბავშვობის ცოდნები, ჯერაც ვიცოდი ქარგვა, ქსოვა, მე გადავედი ბისერით ქსოვაზე, მე სულით შემთხვევით აღმოჩნდა რომ ტყავთან შეხებაც ვცადე. და ძალიან ბევრი ტექნიკა მოვსინჯე და სულ მქონდა დღემდე მაქვს ის მომენტი წყურვილი რომ კიდე ახალი ტექნიკა ვისწავლო, ახალი რაღაც გავაკეთო. მივედი თოჯინებამდე და ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მე რა მინიატურულმა თოჯინებმა, შევქმნი ჩემი ტექნიკა და მე გადავქიქი და დავსერჩე და ვგუგლე, აღმოჩნდა რომ მსოფლიოში პირველი ვარ, ვინც მინიატურული თოჯინებით, ესე პორტრეტული სახეებით გააკეთა ნატურალური მინერალებით და ქსოვილით დასაცმით და ასე შემდეგ. დავიწყე ტიპაჟური ტიპის თოჯინებით, ანუ კონტურულ სახებს ვხატავდი, რომ ხატვა არ შემიძლია მე. თუმცა ეს სურვილი გამიჩნდა, რომ მე პოვე მხატვარი, ვინც დამიხატავდა სახეს უკვე რაღაც კონკრეტულ ადამიანებს. ეს სრულიად შემთხვევით სამყარო ესეც შესაძლებლობას სულ გზავნის, ხოლმე თავარია დავიჭიროთ და მეც გამომიგზავნა დავიჭირე მომენტი და ჩემ ხატვայի გავიცანი 14 წლის იყო მაშინ და მისიც მე მოვდივართ ერთად. გავაკეთეთ თავიდან, ცადეთ და რა შევხედე რომ გამოდიოდა მე ძალიან დიდი ხნით ადრე მქონდა ჩანაფიქრი ძალიან მინდოდა ელიზაბეთ მეორისთვის გამაგზავნა საჩუქარი თუმცა არ ვიცოდი რა იქნებოდა ეს და რა დავინახე რა საჯინები ეს გამოვიდა აი აქ უკვე გავბედე გავრისკე და მე-14 თოჯინა უკვე გავაკეთეთ ელიზაბეთ მეორის შევარჩიეთ ერთ-ერთი ცნობილი ლუკი ცისფერი კაბით და ასეთი თეთრი მოსასხამით როგორც იყო ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასული და გავაგზავნეთ. იქაც ჩემი მეგობარი დამეხმარა, იმიტომ რომ ტექსტის შედგენას თავისი წესები აქვს და არც არ ვიცოდი მივიდოდა თუ არა ადრესატამდე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მივიდა და პასუხიც მომივიდა, მადლობის წერილიც მივიღე. მე ჩემი ყველა საპატიო ადგილას გამოკიდული. 1000-ზე მეტ თოჯინა მაქვს დღეისათვის უკვე დამზადებული, აბსოლუტურად სრულად სხვადასხვანაირია, არც ერთს არ ავიმეორებ და რა თქმა უნდა ყოველდღიურად კიდევ და კიდევ ვემატება. ამასობაში წამოგვეწია AI უკვე და დავიწყე ჩემი თოჯინების გაცოცხლება, მინი ანიმაციების გაკეთება და მოვიფიქრეთ ესეთი რამე, რომ სოფლიოში პირველი ინფლუენსერები შევქმნათ, თოჯინა ინფლუენსერები, ესეთ სახელით დავარქვით დოლფლუენსერები და ჩვენ ვართ პლანეტაზე პირველი დოლფლუენსერები, რომლებიც ესე პატარა მინი დიალოგებსაც გვთავაზობთ, რაღაც მილოცვებსაც და შეიძლება პატარ-პატარა ამბების გახსენებაც. ნუ გეშინია, როგორ შეიძლება ჩვენ ვინმეს არ მოვეწონოთ? ადამიანებს ისეთი ღიმილი მოსვიათ სახეზე, ჩემი თოჯინის ნანახვის, ასან მომენტალურად იწვევს. იმეც რომ ვაკეთებ, ხშირად დამიჭერე ჩემი თავი რაღაცა მუღიმი. თუნდაც ეხლა ვარ ესე ანიმაციების კეთებისას, რომ აი ძალიან ბედნიერი წერან ანიმაციას და მეც რო უყურებ, აი აქ არ ვარ, გავდივარ სადღაც ძალიან ბედნიერების ემოციებში და ეს ბავშვობის ემოციები დავუბრუნე თითქოს, ყველამ რაღაცა თავის თავი დაინახა. ბავშვობა ყველასთვის რაღაც ესეთია, ტკბილთან და კარგთან და კეთილთან ასოცირდება და ამ ემოციების გაცოცხლება მოვახერხეთ როგორც ჩანს საზოგადოებაში და ძალიან ბევრი შეგულშემატკივარი ყავს. ვაპირებთ ამ კუთხით განვითარებას, გავაკეთებ ქართულენოვანი და ეხლა დავიწყეთ ინგლისურენოვანიც. TikTok-ი გავაკეთეთ, ამავე YouTube-იც იქნება და უკვე ვუყოლება ინგლისურენოვანი მინი ანიმაციები, დავარქვით სახელი Tiny Gossip Dollfluencers. და ნახოთ, უნდა დავიწყოთ ესე მსოფლიოც. პირველი დოლფლუენსერები საქართველოდან იქნებიან თოჯინების სახით. ესეთი ამბები გვაქვს დღეისთვის.